განსაკუთრებულად როდესაც ჩვენ ვესაზღვრებით აფხაზეთ ჩვენს ძმებს და მე იმედი მაქვს რომ ეს ჩვენი ერთობის დასაწყისის ძალიან დიდი ტრადიცია უკრიბიჯილია მოქმედი სპორტსმენი ჯიუდოში ეკა ბარანტია კომპლექსური სასპორტო მთავარი მწვრთნელი ნელი ქარცვანია ვეტერანი მხატვრული დარვარჯიში იური ფარაია აკუდან ფეხბურთელთა გუნდს შეუნთავაზეს რომ მიმიღო მონაწილეობა ამ ცერემონიალში, რა თქმა უნდა, მივიღეს, იმიტომ რომ ჩემთვის ამახილა რომ ვარ მონაწილე ამ ისტორიული ფაქტის, აქ გავიზარდე, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და სიმბოლურიც არის რომ მე აქ მიმიღო მონაწილეობა და მე ულოცავ ამას სამეგრელოს საერთოდ ამ ოლიმპიურ მე სხვადასხვა ათენშიც ვიყავი, ასე რომ ათენიდან ამ ოლიმპიური სიცხლის შემომძანება საქართველოში იმ დელეგაციაში მეც ვიყავი, რომელიც მოუწოდა ამ ცელს და პირველი გაჩერება იყო ბათუმში და ამ ცელსმა თითქმის შემოიარა საქართველო, კიდევ დარჩა ადგილები, მაგრამ ფაქტია რომ ესეც ძალიან კარგად ჩაფიქრებულია, იმიტომ რომ გულთან ყველას ახლოს მიაქვს, ყველას ესმის მისი მნიშვნელობა
და ყველას ულოცავ ამას. Ერევში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის თუ რა ლოკაცია და მდებარეობა აქვს ზუგდიდს და რამდენად დიდი დატვირთვა აქვს ამ ქალაქს, ამ რეგიონს, ზოგადად საქართველოსთვის. მათ შორის ეს ესაზღვრება მოგესალმებით აფხაზეთს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოვლენა, როგორც პოლიტიკურად, ისე რა თქმა უნდა, ტელესპორტის როგორც ხედავ წარმოდგენილია ვეტერანები, ძალიან ცნობილი სახეები არიან ჩამოსულები და ძალიან საპატიო დღევანდელი და თითოეულ ჩვენთაგანისთვის და ჩვენ ისტორიის ნაწილი ვხდებით და ეს ნამდვილად სიმბოლურია. სასახარებო დღეა სამაგრელოსთვის, ისტორიული დღეა, ასე ვთქვათ. ეს არის სიმბოლო, მშვიდობის სიმბოლოა, სიძლიერის სიმბოლოა, სილამაზის სიმბოლოა, მომავლის სიმბოლოა და რა მინდა რომ უსურვო ყველა სპორტსმენებს, რომლებიც ამ ახალგაზრდა ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობას, რომ საქართველოს ასახელონ და მიიღონ რა შეიძლება მეტი ოქროს მედლები. Катео, Чекушка. Алло.